ამ სასაზღვრო კონფლიქტს გააჩნია ისტორიული ფესვები, რომელიც დაკავშირებულია დიდი ბრიტანეთის მცდელობასთან 19 საუკუნეში დაეკავებინა ავღანეთი, ან ავღანეთში დაეცვა მის კონტროლქვეშ მყოფი მეფე და ასე ეკონტროლებინა ეს ტერიტორიები. 19 საუკუნის განმავლობაში ორი ომი აწარმოა ბრიტანეთმა ავღანეთის წინააღმდეგ, თუმცა მის საკუთარ მიზანს ვერ მიაღწია და ავღანეთი დარჩა მის, ასე ვთქვათ, პირდაპირი გავლენის ქვეშ, თუმცა საგარეო პოლიტიკაზე გარკვეულ კონტროლს ინარჩუნებდა და საბოლოოდ 1893 წელს ავღანეთის მეფე და ბრიტანული მხარე, დიპლომატი მორტიმერ დურანდი შეთანხმდნენ ეგრეთ წოდებულ საზღვარზე, სადაც იქნებოდა ბრიტანეთის ინდოეთის ლიმიტები და ავღანეთის სამეფოს ლიმიტი და ეგრეთ წოდებული დურანდის ხაზი გაივლო, რომელიც დღეს პაკისტანსა და ავღანეთს შორის ოფიციალური საზღვარია. თუმცა, მაშინ პაკისტანი არ არსებობდა და როდესაც პაკისტანმა მოიპოვა დამოუკიდებლობა 1940-იანი წლების ბოლოს, ავღანურმა მხარემ არ აღიარა ეს საზღვარი ოფიციალურ საზღვრად და დღესაც დურანდის ხაზი ავღანეთს ოფიციალურ ქაბულს არ აქვს მის ოფიციალურ საზღვრად აღიარებული. ეგრეთ წოდებული დურანდის ხაზმა ორად გაყო ავღანეთის მართველი ეთნიკური ჯგუფის განსახლება, პუშტუნების განსახლება. პუშტუნების უმრავლესობა მოექცა დღევანდელ ავღანეთში, ხოლო უმცირესობა დღევანდელ პაკისტანში და ეს მდგომარეობა გამოყენებული იქნა 1980-იან წლებში, როდესაც მოხდა საბჭოთა ინტერვენცია ავღანეთში და შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთის დახმარებით პაკისტანის პუშტუნურ ნაწილში დაიწყო ეგრეთ წოდებული მუჯაჰედების გადამზადება, ორგანიზება და შემდგომ უკვე ავღანეთში გადაყვანა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამ პერიოდში პაკისტანურ პუშტუნისტანში შეიქმნა ორგანიზაცია თალიბანი, რომლის მთავარი მიზანი გახდა 1990-იანი წლების დასაწყისში ავღანეთში მუჯაჰედინებს შორის დაწყებული შიდა სამოქალაქო ომის დასრულება და ხელისუფლებაში მოსვლა. ამ მიზანს თალიბანმა მიაღწია 1996 წელს, როდესაც მათ აიღეს ქაბული და მოვიდნენ ხელისუფლებაში. თუმცა ჩვენთვის საინტერესო აქ არის ის, რომ თალიბანის პარალელურად იმავე პაკისტანურ პუშტუნისტანში შეიქმნა პაკისტანური თალიბანიც, ტარეკ ტალიბან of Pakistan TTP ესეთი აბრევიატურით, რომლის ასე ვთქვათ მიზანიც იყო უკვე პაკისტანის ხელისუფლებაში მოსვლა და პაკისტანში შარიათის კანონების შემოტანა.